მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ვეცდები ახალი კონტენტი დავნერგო არხზე. პოდკასტის იერსახეს მივანიჭებ, გისაუბრებით. საპილოტო ეპიზოდი იქნება ეს შესაბამისად და ინტერვიუს ავიღებ ჩემი თავისგან. ან მოკლედ რომ გითხრათ, სხვადასხვა საინტერესო საკითხები შევარჩიეთ დღევანდელი ვიდეოსთვის, დღევანდელი პოდკასტისთვის, მოდი ასე თამამად დავუძახებ. და ვეცდები ამ საკითხზე ფართოდ, უფრო კონკრეტულად და ზედმიწევნით თანმიმდევრულად ვისაუბრო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ვარ გიგი და ვარ ალკოჰოლ დამოკიდებული, სპეციფიური სახის ალკოჰოლზე ვარ დამოკიდებული, არა სასმელზე, არამედ იმ ალკოჰოლზე, რომელსაც კანზე ვიპყურებთ. და ყველაზე საინტერესო კითხვები ხალხის უმრავლესობისთვის მდგომარეობს თუ როგორ ვიყენებთ სუნამოს და რა რუტინისგან შედგება სუნამოს გამოყენების პროცესი. ყველას განსხვავებული სტილი აქვს, ყველას განსხვავებული რუტინა აქვს. ჩემი გამოყენების წესი არის შემდეგი. ვხსნით თავსახურს, პირველ რიგში სადაც ვისხამ არომატს არის კეფა. ეს ერთი. შემდეგ ვისხამთ კერდის არეში. ეს ორი. არავითარ შემთხვევაში სუნამოს არ ვაკარებთ აი ამ ტერიტორიას. ისრის არეს. და ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი. როდესაც შენი ყნოსვითი რეცეპტორები მუდმივად გრძნობს არომა მოლეკულებს, მარტივად ხდება ამ მოლეკულებთან შეჩვევა, ცხვირისთვის არ ხდება გაუცხოების შეგრძნება და შესაბამისად გადადიხართ nose blind მდგომარეობაში. ამიტომ კისრის არეს მთლიანად ხსნით. სჯობია სურნელი იგრძნოთ დრო გამოშვებით და მით უფრო მარტივად ახმადი იქნება, ვიდრე მუდმივად და თქვენივე ვეღარ იგრძნობთ თქვენივე სურნელს. შემდეგ ვისხამთ პულსაციის ადგილებში, გინდ ქვედა ტერიტორიაზე, გინდ ზევით, ეგ თქვენზე არის დამოკიდებული და მე მიყვარს მაჯაზე სუნამოს გამოყენება მარტივი მიზეზის გამო. შეიძლება ეს შლეიფი უცბად იგრძნოს თქვენმა ცხვირებმა და ამ პროცესით დიდი სიამოვნება მიიღოთ, მაგრამ როდესაც მე ვტესტავ ხოლმე სუნამოს, მინდა როდესაც მსურს, მაშინ ვიგრძნო ეს არომატი შესაბამისად, როდესაც ვიცი რომ მაჯაზე მაქვს სურნელი, ნებისმიერ დროს შემიძლია დავყნოსო და ხვდები რა დროს რაღაც ხდება ამ სუნამოზე, ამიტომ აღმოჩენის თვალსაზრისით მაჯაზეც გირჩევთ გამოიყენოთ სუნამო. შლეიფი და გამძლეობისთვის ეს მეთოდი არ ჭრის, იმიტომ რომ ხელებს ხშირად უნდა იბანდეთ. დატესტვის პროცესი ზოგადად რთული არის თუ არ იცი, როგორ უნდა მოხდეს ეს. ბევრი ადამიანი ტესტავს სუნამოს, ყიდულობს და სახლში აღმოაჩენს, რომ ეს მისი არომატი არ არის და უბრალოდ $300 ნაგავი შერჩა. პირველ რიგში არც ერთ შემთხვევაში არ გაეკაროთ მაღაზიებში არსებულ ყავის მარცვლებს, რადგან ეს გზაკვალს უბნევს თქვენ ცხვირის რეცეპტორებს და ყველაფერი გიჩვენებათ იდეალურ სურნელად. ეს მარკეტინგული ხრიკი არის, პირველად შანელის მაღაზიებში იყენებდნენ მსგავს ხრიკს, დაკმოსავდნენ ყავას, თითქოს ცხვირი გადარესტარტდებოდა, არ და პირიქით ხდებოდა უბრალოდ ერთ არომატს ანაცვლებ მეორედ. უფრო ინტენსიური მოლეკულებით, ხო? იყიდნენ სუნამოებს, სახლში მივიდოდნენ, დაისხამდნენ, საერთოდ სხვა სურნელი არის. იმიტომ რომ 10 წუთი გახსნის ფაზა, რომელიც 10-15 წუთი გრძელდება, იმის შემდეგ იხსნება სუნამოს 80%, ხო? იმის შემდეგ სხვა ნოტებზე ჯდება, საერთოდ სხვა აკორდებზე, ისეთი სურნელი შეიძლება იგრძნოთ, რომელიც თქვენ ძალიან არ გიყვართ, მაგრამ დატესტვის მომენტში ეს არ ჩანდეს. რადგან საწყისი გახსნითი ფაზები 90% ადამიანის გემოვნებაში უბრალოდ მარტივად ჩდება. თუმცა არის მეორე შემთხვევა, როდესაც ძალიან ბევრ სუნამოს ტესტავ და ვერაფერს არჩევ, უბრალოდ არ არის არც ერთი შენი არომატი. ამ მომენტში რა უნდა ვქნათ? ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ შენშია პრობლემა ან შენი ცხვირის რეცეპტორებში, უბრალოდ არ დადგა ის დრო, ვერ იპოვე ის არომატი, რომელიც შენ სტილსა და ხასიათს ბოლომდე შეესაბამება. მსგავსი რაღაცები საჭმლის შემთხვევაშიც ხდება ხოლმე. არის კატეგორია ხალხის, რომელიც თვლის, რომ ერთი კონკრეტული პროდუქტი ყველაზე გემრიელი არის, რაც მის პირის რეცეპტორებს უგზნია, ხოლო მეორე კატეგორია ფიქრობს, რომ საზღარი გემოვნური თვისებებით არის ეს პროდუქტი წარმოდგენილი. სუნამოებშიც დაახლოებით იგივე ამბავი ხდება.
ხოლო თუ 30-40 სუნამო გაქვს დატესტილი და ამ სუნამოებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა შენი ჟანრი, შეიძლება უბრალოდ სუნამოები შენთვის არ იყოს და სურნელოვანი აღქმებით ვერ იღებდე ისეთივე სიამოვნებას, როგორიც შეიძლება მეიღო ვიზუალური გამოცდილებით ან სმენითი გამოცდილებით, შეიძლება სხვა გრძნობითი სილამაზის აღქმა უფრო მაღალ დონეზე გაქვთ, ვიდრე ყნოსვითი შეგრძნებები. ესეც ჩვეულებრივი მოვლენა არის, არაფერი ტრაგედია არის ამაში, უბრალოდ იშვიათი შემთხვევები არის ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით. მე მაინც ვთვლი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს არომატი, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებს. ზოგი ადამიანი იპოვის მისთვის საუკეთესო ციტრუსებს, რომელიც რეალისტურად და ნატურალურად ჟღერს. პოდკასტი რახან არის ამას მოვიხსნი დავითო მიკროფონია. შეგიძლიათ რჩევების სახით დამიწეროთ კომენტარებში ზოგადად პოდკასტის ამბებში რა როგორ ხდება, რა მიკროფონი არის საჭირო, თუ ვინმე კომპანია ხართ ან ასე შემდეგ დახმარება მოგინდებათ, რატომღაც ჩემი არც მაგაზე ვიტყოდი უარს. ყოველ შემთხვევაში ჩემო გამომწერებო, ძველებო და ახლა ვინც ამ მომენტში გამოიწერთ არხს, დამიწერეთ, დამიკომენტარეთ რჩევების სახით რა პროცესები არის საჭირო რომ პოდკასტის სივრცე მოვაწყო, მიკროფონი როგორ დავდგა და რა შეცდომებს უშვებ ამ ვიდეოში. ეგის მითხარით, მადლობელი დაგრჩებით, ასევე დააკომენტარეთ ვინ მოვიწვიო შემდეგ ეპიზოდში. ლაიქების რაოდენობის მიხედვით მივხვდები რამდენად ღირს მსგავსი კონტენტის გაგრძელება, ასე რომ აჰა ლაიქის ღილაკი, აჰა გამოწერის ღილაკი. მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის, თუ სტუდია გექნებათ, ხო კარგი, თუ მიკროფონები გექნებათ, ან კამერა და iPhone 15-ით და 14-ით არ გადავიღებ, საერთოდ კარგი. და ასე შემდეგ, მოკლედ. ბოლოს საუბრობდი იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს, ასე ვთქვათ, signature სურნელი, საფირმო სურნელი. ზოგისთვის ეს არის ციტრუსები, რომელიც მე დიდად არ მომწონს, რეალისტური ციტრუსები, რადგან, რა ვიცი, მანდარინი რო დაიწორო, შეგიძლიათ ხო, ან ლიმონი რო დაიწოროთ, სუნამოს უნდა ეტყობოდეს, რომ სუნამო უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია. ზოგისთვის ეს ტყავის არომატია, ზოგისთვის უდი არის, თუმცა სუნამოებში და პარფიუმერიაში ეს აკორდები ნოტების სახით იშვიათად გამოიყენება. რას გულისხმობ? მაგალითად, მოდი შევეხოთ ყველასთვის ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აკორდს, უდს. რა არის უდი? ნატურალური უდი არის აგარვუდის ხისგან წარმოქმნილი კუპრი, ფისი. ბალზამური სითხე, რომელსაც წლების განმავლობაში გამოყოფს ეს კონკრეტული ხის ჯიში, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე იზრდება. უდის წარმოების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. ამ აგარვუდის ხეს აავადებენ კონკრეტული სოკოვანი ბაქტერიით, სოკოვანი ინფექციით, კორტიცეპსით. შემდეგ თავდაცვის მექანიზმი ირთვება ხის და გამოყოფს ზუსტად იმ სითხეს, რომელსაც უდს ვეძახით. უდზე ბევრი ცნობები არსებობს როგორც ბიბლიაში, ასევე ყურანში. ბიბლიაში ამოვიკითხავთ, რომ ქრისტე ჯვარცმის შემდეგ უდისა და მირონის ზეთში დაბანეს. უბრალოდ უდი ევროპაში ვერ სოლდება, არ იზრდება იქ ხე ევროპაში კარგად შესაბამისად, მოპოვებადობის თვალსაზრისით მირონი ბევრად უფრო მარტივად მოპოვებადი ინგრედიენტი არის რელიგიური თვალსაზრისით, რადგან ევროპაში არის უფრო გავრცელებული ქრისტიანობა. ხო, ამ რეალურ უდს ჩათვალეთ პარფიუმერიაში ბრენდების 98% არ იყენებს. ავიღოთ Initios Wood for Greatness-ი, მან ნამდვილი უდი გამოყენებული არ არის. ეს არის სინთეტური უდი, იგივე სიპრიოლი და სხვადასხვა მოლეკულები, რომელსაც გადააქცევ იმ სტილის უდად, რომელიც გინდა. ბევრისთვის უდი არის სამედიცინო სურნელი, ბევრისთვის არის უფრო კვამლისებური, ზოგისთვის ცხოველური, ბინზური სურნელია, ზოგი ხის მიმართულებით ხედავს ამ არომატში, უფრო მეტ სიახლოვეს. არც Tom Ford-ის უდში არ არის ნამდვილი უდი გამოყენებული, ნამდვილი უდები, როგორც ნამდვილ უდს იყენებს ამუაჟი და იყენებს ბორტნიკოვი, რამდენადაც ვიცი.
არის აქ-იქ სხვადასხვა ბრენდი, რომელიც მცირე მოცულობით იყენებს. უბრალოდ ნამდვილი უდის გამოყენებით რისკავ, რომ სუნამო ბევრად უფრო ნაკლებად მოწონებადი იქნება, რადგან ნატურალურ უდს აქვს ძალიან სპეციფიური და ცხოველური სურნელი, რომელიც მე მაქვს. ამ უაჟის ერთ-ერთი სუნამო. სუნამოების ნოტებსა და აკორდებზე თუ გინდათ რომ უფრო მეტი ვისაუბრო, აკომენტარეთ და ლაიქეთ ვიდეო და მაგ თემასაც მივუძღვნი ერთ-ერთ ეპიზოდს. შემდეგი საკითხი, რომელსაც უნდა ვისაუბრო, არის ასეთი პრეტენზია, არ მომწონს ის, რაც მოსწონს ხვებს და მჭირს თუ არა რამე. არ მჯერა რომ რაიმე გჭირთ, მე მჯერა რომ არსებობს გავარჯიშებული ცხვირი. ანუ რას გულისხმობ ამაში? ბავშვებს ახალი საჭმელი არ უყვართ. ახალი საჭმლის გემოებზე უარს იზახიან მარტივი მიზეზის გამო. ეს არის ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია ნერვული სისტემისთვის, რაზეც ნერვული სისტემა შესაბამისად რეაგირებს და უკუაგდებს ყველაზე მარტივი გზით უარყოფით. სუნამოებშიც ერთ-ერთი მეორდება ეს თემა, როდესაც თქვენ მოგაწვდით სუნამოს, სადაც გამოყენებული არის იგივე ზემოთხსენებული უდი, ტყავი, საკმევლის აკორდები, პირველი თქვენი რეაქცია იქნება, ფუ, ეს რა სუნია, ამას რზენია, რა საშინელება, ამას როგორ ისხამ და ასე შემდეგ და ეს არის ბუნებრივი რეაქცია, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი ინფორმაცია არის თქვენი ნერვული სისტემისთვის და ეს არის თქვენი დაცვითი მექანიზმი ამ დროს. მაგრამ, როდესაც მეორეჯერ მისცემთ შანსს, მესამეჯერ მისცემთ შანსს, ნელ-ნელა აღმოაჩენთ, რომ უკვე თანდათანობით უგებთ ამ არომატს. მე მქონდა მსგავსი შემთხვევები დიორ ფარენჰაიტზე პირველ რიგში. თავიდან ძალიან საზისხარს უნდა მოთვლიდი დიორ ფარენჰაიტს, ასევე შავ ორქიდეას. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ხშირად ტესტავდი, მით უფრო მკვეთრად მიყალიბდებოდა ამ არომატების მიმართ სიყვარული და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო და ხშირად გამოყენებული სუნამოებია ჩემს კოლექციაში. ხოლო როგორც გითხარით, უცხო არომატებზე ხალხის უმრავლესობას მსგავსი ცუდი რეაქცია აქვს, რაც ხშირ შემთხვევაში მიუთითებს ნაკლებად განვითარებულ ცხვირის პალატზე, რაც ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის არავინ არის ვალდებული რომ იგრძნოს ის, რაცაც სხვა გრძნობს, ადამიანს შეიძლება სურდეს უბრალოდ კარგი გამორჩეული არომატი, ზედმეტი მცდელობების და კომპრომისების გარეშე. არ სურს იმ ადამიანს ერთი თვე ტესტოს რაღაც რომ შეიყვაროს, ერთი ნახვით სიყვარული სურს, რაც ჩვეულებრივი გასაგები და მისაღები არის ჩემთვის. კიდევ ერთ ძალიან ცნობილ საკითხს მინდა შევეხო და ერთ-ერთი SMS-ი მაქვს გამომწერისგან, რომელიც მწერდა, რომ სურს სუნამო, რომელიც გააგიჟებს მის მეორე ნახევარს, რომელიც გადარევს, იმანიპულირებს მასზე და ანანებს, რომ მიატოვა. ესეთი უცნაური სურვილი გამიზიარა ამ ადამიანმა და სუნამოს შეთავაზების მაგივრად თერაპიის ჩატარება მომინდა, რაც ჩემს კომპეტენციაში წესით შედის, რადგან პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ანუ წარმოიდგინეთ შემთხვევა მრავალთვიანი ან წლიანი ურთიერთობის შემდეგ ადამიანმა გადაწყვიტა დაშორება. ამ დროს ესეთი რთული გადაწყვეტილება მიიღო მისი წარსულის მიუხედავად, განვლილი დროის და დაკარგული მომენტების მიუხედავად და ამ დროს შენ გინდა გქონდეს სუნამო, რომელსაც დაისხამ და ამ ყველაფერს წაშლი. ადამიანი შენს გვერდით იქნება. რამდენს გდომებიათ მსგავსი რამ დამიკომენტარეთ და მე დაგეკომენტარებ კარგი თერაპევტის ნომრებს. მთელი ეს ზღაპრები ფერომონებზე არის უბრალოდ ზღაპრები, რადგან კანით ხედველობა არ შეგვიძლია. ფერომონები მუშაობს ფრინველებზე. მუშაობდა ადამიანზე არქაულ ეპოქაში, არქაულ ხანაში, სადაც ხედველობა არც თუ ისე განვითარებული ჰქონდა და სურნელით ვაგნებდით ერთმანეთს. როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უგზავნით და სურნელოვან უსუნო თუ როგორ უსუნო ფერმენტებს უგზავნიდნენ ერთმანეთს და ამით ეძებდნენ და პოულობდნენ პარტნიორებს. დღეს ეს არ მუშაობს, რადგან ვლაპარაკობთ, ვხედავთ და არ არის საჭირო ზედმეტი სურნელების გაშვება ერთმანეთთან. არის ეს ჩაბეჭდილი ჩვენს DNM-ში, ძალიან მიძინებული არის, თუმცა
ფერომონები კლასიკური გაგებით ადამიანებზე არ მუშაობს. ეს ანტიკური მეხსიერების ნარჩენები დღემდე არის ჩვენში, თუმცა არა იმ დოზით, რომ რაიმე კარდინალური შედეგი გამოიღოს. აი სხვა საკითხის, აი სხვა განხილვის საკითხია აფროდიზიაკები, რომლებსაც მიდევს ვიდეო YouTube-ზეც, TikTok-ზეც, შეგიძლიათ გადახედოთ. ეს აფროდიზიაკები არის ნოტების კონკრეტული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სახის ემოციებს აღძრავს ადამიანებში. თუმცა მაინც წარმოიდგინეთ სიტუაცია, ადამიანი ისხამს სუნამოს, ჩავთვალოთ მართლა შეუძლია სურნელს მსგავსი სასწაულების მოხდენა, რომ აი გააგიჟოს, მანიპულიროს, ყველა ფეხქვეშ გაიფინოს და ასე შემდეგ. წარმოვიდგინოთ, რომ ეგ ყველაფერი არის სიმართლე. არ არის, მაგრამ დავუშვოთ. მე მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება ეგ ეფექტი. ანუ როდესაც სურნელი გაგივათ, მე რა ხდება? ვიშლებით, ანუ მე ჩემს სახლში, შენ სახლში, აი მივდივართ, ავდივართ სადმე და აი არ გამოდგა სუნამო გამძლე. და პაემნის მერე სურნელი აღარ გაქვთ. ანუ გარბის ეს თუ პატარა მილilitrობით ატარებთ ჯიბეში რომ როცა გაიქცევა უცებ შეისხათა შემოგიტრიალდებათ თუ როგორ ხდება ეგ ამბავი იქნება ამიხსნათ. სუნამო არის უბრალოდ მოდური აქსესუარი, ისევე როგორც პიჯაკი, რომელიც გაძლევს იმ შეგრძნებებს, იმ ემოციებს და გაიძულებს, რომ თუნდაც მხრებში გასწორდე, მოირგო ის მანტია, რასაც ეს პიჯაკი გაძლევს, ან სუნამო გაძლევს, ბევრად უფრო თავდაჯერებული იქნები, ბევრად უფრო გამბედავი და საბოლოო ჯამში უკეთესი ტიპი ჩახარ. რომც კონდეს სუნამოს ეგ შესაძლებლობა, მაინტერესებს, რამდენი ადამიანი შეძლებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი სუნამოს ტარებას. სუნამოზე არ არის საუბარი, ერთი სურნელის ყნოსვას. ძალიან ცოტა და მგონი ამად არც ერთი ყოფილი არ ღირს და არც ერთი მაგიური უნარი არ ღირს, რომ ადამიანები გააგიჟოთ. მოიქნებით ხალხო დელუზიურები, იყავით ის ვინც ხართ და შეგიძლიათ ერთმანეთის წინაშე წარსდგეთ და წარმოაჩინოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ელეგანტურად ჩაიცვათ, კარგი სუნამო იპყუროთ, მეც მიყვარს სიტყვაზე კარგად ჩაცმა, რაღაც პიჯაკი კარგად მიხდება, ზომაშიც კარგად მაქვს, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ოვაციები და ხალხის სიყვარული დავიმსახურო. თუ თქვენი მიზანი ეგ არის, ჩათვალეთ გაებით იმ მახიში და ილუზიაში, რომელიც თქვენ თავს თავად შეუქმნით. რადგან შემდეგ მთელი ძალით ეცდებით შეინარჩუნოთ ის ყურადღება და ხშირად მსგავსი მცდელობები არაადეკვატურ ქცევაში გადადის. ისხამთ თლიან ფლაკონს ან აუზზე მიდიხართ შარვალ კოსტიუმით. სუნამო არის კარგი საშუალება იყიდო პირველი შთაბეჭდილება და დააინტერესო ადამიანი შენით, ხოლო მისი შენარჩუნება უნდა მოხდეს თქვენი ხასიათით, თქვენი ქარიზმითა და თქვენი საინტერესო პერსონით. როდესაც კარგი პიჯაკი გაცვიათ, თქვენ დაუნებურად, ქვეცნობილ დონეზე, გემატებათ თავდაჯერება, სწორდებით წელში, უფრო გამბედავები ჩახართ, უფრო საინტერესო და მემზედველი ადამიანები, შესაბამისად, ამის გამო იმსახურებთ კომპლიმენტებსა თუ ყურადღებას და არა იმ ფაბრიკისა და მატერიალის გამო, რითიც შეიკერა ესა თუ ის პიჯაკი. სუნამოს შემთხვევაში ზუსტად იგივეა. შენ იქცევ ყურადღებას და არა მაგალითად პარფუმს და მარლი. და არა ის Quentin Bishi და ალესანდრო კოლწეიერი. შენ ირგება სუნამოს და შენზე უნდა ჩანდეს ადეკვატური. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან უხერხული სანახავი არის, როდესაც თავის ტყავში არის ეს ადამიანი, ვერ გრძნობს თავს კომფორტულად იქ, სადაც არის. პიჯაკი აცვია და მხრებში არის მოხრილი, ან სუნამო ასხია, ისეთი გამბედავი, ბრუტალური, დომინანტური და ესე კნუტივით მოკნუტულია და საკმაოდ უხერხული და არამიმზიდველი სანახავია ეგეთი ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს ის, ვინც არ არის. ამიტომ აუცილებლად იყავით თქვენი თავი და სუნამოს სტილი მოარგეთ თქვენს პერსონას და არა პირიქით, იმიტომ რომ ეგ ეგრე არ მუშაობს. შემდეგი საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ოღონდ მოკლედ, რადგან მაინც საპილოტო ეპიზოდია. არსებობს თუ არა სუნამოების სეზონის მიხედვით. ზამთრის სუნამო, გაზაფხულის, შემოდგომის, ნოემბრის, სექტემბრის, აგვისტოს, ივლისის. უნივერსალური პასუხი ამაზე არის არა. ამის მიხედვით სუნამოს არავინ ქმნის, მაგრამ ადამიანები, ცხოველები არ ვართ და
რაღაც ესთეტიკა გაგვაჩნია, ხო? ახალ წელს წითელი უხდება რაღაც კექსის სურნელი, დარიჩინის სურნელი უხდება ახალ წელს, რაც გახსენებს ამ შეგრძნებებს, ხო? ზაფხულში ადამიანებს ღია ფერის ამოსი აცვიათ, უფრო ნათელია, ყველაფერი უფრო ფერადია, ხალისიანი. შემოდგომა რომანტიკასთან არის ასოცირებული, გაზაფხული ყვავილობასთან და ასე შემდეგ. ამ ესთეტიკის შესაბამისი არომატები არსებობს. მაგალითად, ავიღოთ პარფუმს დე მარლის ჰეროდი, რომელიც გაჯერებული არის იმ ინგრედიენტებით, იმ ნოტებით, რომელიც ზუსტად შობას გაგახსენებთ. ვანილი, საკმეველის ბუხრის მაგვარი, თამბაქო, რომელიც სიგარასავით ეფინება ამ კომბინაციას, დარიჩინის სურნელი, დარიჩინის ფუნთუშებს რომ გაგახსენებს, გურმანულ ემოციებს რომ აღწრავს თქვენში. და მეორე მხრივ ავიღოთ საზაფხულო არომატი, რომელიც არის სტეფან ჰამბერტ ლუკასის God of Fire, რომელიც გაჯერებული არის ბევრი ტროპიკული, ფერადი, ხალისიანი არომატით. შეგიძლიათ პარფუმს დე მარლის ზაფხულშიც დაისხათ, God of Fire-ით ზამთარში დაისხათ, თუმცა ესთეტურად უფრო შესაფერისი იქნება ის ვარიანტი, რომელიც შემოგთავაზეთ. ანუ უნივერსალურად ოქტომბრისა და ნოემბრის თვეს და თოვსა და მზეს კი არ უხდება კონკრეტული სუნამო. უბრალოდ იმ სეზონის ესთეტიკას ასახავს, იმ სეზონის ესთეტიკას შეეფერება და ასე შემდეგ. იმაზე რომ არ ვისაუბროთ, რომ ზოგიერთი არომატი სიცხეში ნაკლებად იშლება, ზოგიერთი არომატი პირიქით სიცხეს ბევრად უხდება, ზოგი სიცივეში არის უფრო კარგი და ასე შემდეგ. და ბოლო თემით დავამთავრებ, ქალისა და კაცის სუნამოები არსებობს თუ არა, არის თუ არა ეს მარკეტინგი და ასე შემდეგ. არ არსებობს. ყველა სუნამო არის unisex. ვიღაცას რომ ვარდი უყვარს, არ ნიშნავს რომ აუცილებლად ქალია. იმიტომ რომ მეორე წამს მეტყვით რომ მომბრენომადი მომწონს. რომელშიც ვარდის არომატი აშკარად მკაფიოდ იგრძნობა. მართალია სხვა კომპონენტები აბალანსებს და იქ მასკულინურ ხასიათს სცეს. თუმცა მაინც ადამიანის ხასიათზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული თუ როგორ და რამდენად შეუძლია კონკრეტული არომატი მოირგოს. პლუს კანის ქიმიაზეც არის დამოკიდებული. ავიღოთ Snoop Dogg, რომლის საყვარელი სუნამო არის პარფუმს დე მარლის დელინა. ანუ ადამიანი, რომელიც რა ვიცი, გეტოებ, აი ამ სტილს ვერ ვიყენებ YouTube-ს. ადამიანი, რომლის წარსულიც ყველა მიცის, როგორი ტიპი იყო, ცხოვრების სტილი, მაგრამ იყენებს ერთ-ერთ ყველაზე ფემინურ არომატს, რაც პარფუმერიაში არსებობს. იმიტომ რომ მისი მასკულინური ხასიათი აბალანსებს ამ არომატს. პლუს ის რომ მისი კანის პიგმენტები გაჯერებული იქნება იმ სცენარით, რომელსაც ახლა ვერ ვიტყვი და შესაბამისად მისი კანის სურნელი ამდენი მაიმუნობის შემდეგ უფრო კვამლისებური იქნება და ჩათვალეთ მის კანზე დელინას საერთოდ სხვანაირად ჟღერს, დარწმუნებული ვარ. ამიტომ თქვენ ხასიათსაც მნიშვნელობა აქვს. რას ჭამდით მთელი ცხოვრების მანძილზე და როგორი კანის პიგმენტები გაქვთ, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რა არომატები მოგწონთ, მაგასაც მნიშვნელობა აქვს და მოკლედ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ეგ კი არა მდგრადობაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, რომლებსაც შეიძლება ადამიანი გაოგნდეს და არც თქვენ დაიჯეროთ. მაგალითად, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შეიძლება სუნამო არ გაგიწლოთ. აი ესე მარტივად არის საქმე. მეგამარე შეგიძლიათ ააორთქლოთ თუ ბევრს ინერვიულებთ. იმ დღეს დავისხეს 3 დღე მქონდა სურნელი. მესამე დღეს სურნელი ვიგრძენე. და გადავწყვეტე რომ როცა მეგამარს გავისხამ, ძალიან დეპრესიაში შევიდე. არა, არ მანერვიულებ. ამიტომ რომ თუ მეგამარის სურნელი იგრძნო, ჩემმა მეუღლემ თხოვნა რომ მანერვიულოს. რაღაცა გამიჩალიჩოს. რომ მოვიშორო. კორტიზოლი რო გამოიყოს ჩემი ორგანიზმიდან. და ეს კორტიზოლი გააქრობს ამ არომა მოლეკულებს საერთოდ არაფერი შემრჩება ზედ. ვიდეოებს არ წამიშლიოთ ბიდან ვიდეოებს. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი პოდკასტი.
არ ვიცი რამდენად შესაფერი ეს სიტყვა არის პოდკასტი ამ ვიდეოსთვის წარმოდგენა არ მაქვს მეტიც ამიტომ განმეორდები და გეტყვით რომ დამიწერეთ კომენტარები რჩევები მომეცით კომპეტენტურმა ადამიანებმა რა როგორ ქნა როგორ ჯობია იმეგობროთ ვალში არ დაგრჩებით თუ დახმარებას გადაწყვეტს რომელიმე კომპანია ადამიანი თუ ვინც ხართ მანდ ეკრანს მიღმა მადლობების მეტი რა დამრჩენია და რა ხდება ახლა პოდკასტებს როგორ ამთავრებენ პოდკასტებს გამოიწერეთ არხი ჩაურთეთ ზარისღილაკი დაალაიქეთ ეს ვიდეო ავიყვანოთ რამდენ ლაიქზე 500 ლაიქზე ავიყვანოთ პატარა ხალხი ვართ ჯერ 2000 გამომწერი 5000-ზე სულ არ მყავს 5000 გამომწერი მაგრამ ავიყვანოთ ხო დავა აბა თქვენ იცით კარგად იყავით დააკომენტარეთ ვინ მოვიწვიო შემდეგში ახალ წელს გილოცავთ თუ ახალი წლებისკენ დაიდო ეს ვიდეო ახლა 20 დეკემბერია მართალია საახალწლო პერიოდია რადგან მთელი ვიდეოს მანძილზე ნაძვის ხემი დგას უკან ახლა გამახსენდა მადლობა ჩემს მეუღლეს კარგად ბრძანდებოდეთ